რუსებმა მარცხის აღიარება დაიწყეს. უკრაინელებმა სარაკეტო იერიშებს მოუმატეს და ეფექტურობაც გაზარდეს. სტარლინკების საგაკი გრძელდება, ხოლო ფრონტზე ეგრეთ წოდებული აიწვნა ნარჩუნდება. გამარჯობა, დღეს 18 მარტია 2026 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1484 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში ხართ არხზე თავისუფალი ხალხისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში და გასაგებია რომ უკრაინას მიეძღვნება ამჯერად. ირანზე ძალიან ცოტას ვისაუბრებთ და ირანზე ეპიზოდს უკვე შემდეგ რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ. მანამდე, რა თქმა უნდა, ტრადიციული მადლობები, მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, ერთგული მაყურებელია, აქტიურობს კომენტარებში, ლაიქებს ვიდეოებს, აზრებს თავის სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული, არხი თავისუფალი ხალხისთვის მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს, თქვენ კი ვისაც გაქვთ დონაციის სურვილი, აღწერაში ანგარიშის ნომერია. ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე დაეხმარებით არხს გაზრდაში. დავიწყოთ იმ ინფორმაციით, რასაც ქვია, რომ რუსები ნელ-ნელა იწყებენ აღიარებას, რომ ყველაფერი ისე კარგად არ მიდის, როგორც მათი პროპაგანდა წარმოაჩენს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 13 მარტს გაიმართა უშუალოების საბჭოს ხდომა იმშელის იმ პრობლემებზე, რომელიც შექმნილია რუსეთში უკრაინელების გახშრებული სარაკეტო თავდასხმებით და ამაზეც ძალიან დეტალურად სატელევიზიო ფოტოებზე დაკვირვებით გაგაცნობთ თუ რა შედეგებს მიაღწიეს უკრაინელებმა ამის განმავლობაში, თუმცა ამასთან ისაუბრეს იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოქმედება რუსეთის მხრიდან, რომ ასე ვთქვათ, მათ მიზნებს მიაღწიონ და რომ არ გეგონოთ, რომ მე ვიგონებ რაღაცას, დიდი იდეოლოგიის და ბრძენი კაცის ალექსანდრე დუგინის ციტატას შემოგთავაზებთ, რომელიც მან სწორედ აი ამ უშუალოების საბჭოს შემდეგ გაავრცელა. მართალია უშუალოების საბჭოზე დუგინი არ ესწრებოდა, თუმცა გასაგებია, რომ ინფორმაცია ვერტიკალურად ჩაიშლება ხოლმე მთელს პროპაგანდაში და მოკლედ ახლა გავაზრდოთ დუგინის ბოლო განცხადებას. ჩემი აზრით, დროა უკრაინის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს. ის ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. დიახ, მას ზურგს მთელი და კოლექტიური დასავლეთი უმაგრებს, მაგრამ ამ ომში ბევრი რამ მის მოსახლეობაზეცაა დამოკიდებული. მტერი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ჩვენ კი აშკარაა, პირიქით. ამავდროულად საკუთარი ძალის შეგრძნებით მტერი აპირებს ნებისმიერ ფასად წაგვართვას ჩვენი მიწები. ჩვენ კი თანდათან თავდაცვით პოზიციაზე გადავდივართ. დაგვიტოვეთ ის, რაც ახლა ჩვენია და დამშვიდდებითო. მტერი ამას სალსახად სისუსტეთ აღიქვამს და ამისგან ომის გაგრძელების გადაწყვეტილებას მას მხოლოდ უმტკიცებს. აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. პრინციპული რეფორმები თავად რუსეთში. სუსტი წერტილების მკაფიო ფიქსაცია. კადრების შესაძლოა ინსტიტუტების შეცვლაც კი და ომის მაქსიმალური მიზნების სრულყოფილი გაფორმება. კიევის რეჟიმის უპირობო კაპიტულაცია და მთელი უკრაინის გადასვლა ჩვენ სტრატეგიულ კონტროლ ქვეშ. ამჟამინდელი ტენდენციების შენარჩუნების პირობებში ეს მიზანი მიუღწეველია. შესაბამისად, ჩვენ თავად უნდა შევიცვალოთ. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს. მერყევი თავდაცვითი პოზიცია ვერ უზრუნველყოფს ვერც გრძელვადიან და ვერც ვერანაირ მშვიდობას. საჭიროა ახალი სტრატეგია და ძალოვანი პოტენციალის მკვეთრი გაძლიერება. მათ შორის სულიერიც. აი ასეთი იყო დუგინის ბოლო განცხადება. დაიწყეს აღიარება, რომ უკრაინა არ ყოფილა ასე ერთი ხელის მოსმით სამ დღეში ასაღები სახელმწიფო და დაიწყეს შიდა პრობლემებზე საუბარი. თუმცა ახლა ინფორმაციაც უნდა გაგაცნოთ, კარგად აღწერს, როგორ ხედავენ ისინი შიდა რეფორმებს და შიდა ცვლილებებს, როგორ და ინტერნეტი ითიშება ნელ-ნელა მთელს რუსეთში. მათ შორის ძალიან დიდი შეტევაა ტელეგრამზე, როგორც იცით, თუმცა ტელეგრამამდე სანამ მივიდოდნენ, მოდით გავუყვეთ, როგორ მივიდნენ აქამდე. ინტერნეტის გათიშვას გულისხმობ. ჯერ აიგზალა YouTube-ი, სოციალური ქსელები და შემცირდა ინტერნეტის სიჩქარე გარკვეულ რეგიონებში, შემდეგ უკვე გადავიდნენ ტელეგრამზეც, იცით, რომ ტელეგრამი აბსოლუტურად რუსული პროექტია და მის კავშირებზე FSB-სთან არ არის ცოტა ინფორმაცია.
თუმცა ახლა უკვე ძალიან დიდ პოპულარიზაციას უწევენ სხვა აპლიკაციას, Maxi, თუ სწორად დამახსოვრდათ, Telegram-ზე უარს ამბობენ. მეტიც ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრონტზე ჯარისკაცებს, ვისაც აღმოუჩენენ Telegram აპლიკაციას, მათ საზარბაზნე ხოცად პირდაპირ შტურმზე აგზავნიან. ამას თვითონ რუსი Z ბლოგერები ავრცელებენ, ესეც არ არის, თქვათ, უკრაინული ინფორმაცია, ან რაიმე სხვა საერთაშორისო, არა, თვითონ Z ბლოგერები ავრცელებენ ამ ინფორმაციას და ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი პირები ჯარისკაცებს აიძულებენ წაშალონ Telegram-ები და გამოიყენონ ეს Max აპლიკაციები, თუმცა ამასთან ერთად უკვე რუსეთში დაიწყო ზოგადად ინტერნეტის გათიშვა. ინტერნეტის გათიშვასთან დაკავშირებით გავრცელდა ასეთი ინფორმაციებიც, რომ სავარაუდოდ მობილიზაციისთვის ემზადება რუსეთი და ამიტომ გაითიშა ინტერნეტი, თუმცა მე ამ ვერსიას არ ვიზიარებ, ასე რომ ვთქვათ, მეტიც როგორც არხის მაყურებელმა იცის, მე ამ ეტაპზე არ ველოდები, რომ რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდება, მათ ყოფნით კონტრაქტნიკები, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით. გასაგებია, რომ ბოლო თვეებში სხვა ტენდენცია და იმაზე მეტი დანაკარგი აქვს რუსეთს ვიდრე მობილიზაციას გაწევას ახდენს და შეუძლია შეაგროვოს ეს ხალხი, თუმცა აუცილებელია, რომ ეს ტენდენცია რამდენიმე თვე გაგრძელდეს იმის დროს საბოლოო ჯამში მობილიზაციაზე გადავიდნენ. მაშინ ჩდება კითხვა, რაში დაჭირდა ახლა პუტინს ინტერნეტის გათიშვა, მით უფრო ინტერნეტის გათიშვა ძალიან არაკომფორტული იქნება მოსახლეობისთვის. ჩვენ კი ვიცით, რომ თუ კი ვინმე უჭერს ხარს რუსეთში ამ ომს და სამწუხაროდ ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობის უჭერს ამ ხარს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პირადად ეს ომი არ ეხებათ. განსაკუთრებით აქ საუბარი არის იმ რამდენიმე დიდ ქალაქზე, რომელშიც რუსეთში ცხოვრება არის. ჩვენ ვიცით, რომ აი მოსკოვის, პეტერბურგის, ეკატერინბურგის და კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქის გარდა რუსეთში ძალიან დაბალი ცხოვრების დონე არის და აი ეს მონების და ბატონების ქვეყანა ასე არის აწყობილი, რომ მონები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ბატონები კარგად იყვნენ. და მე რომ ასე ვთქვათ, არ დამაბრალოთ რამე, გემახსოვრებათ რუსი კლასიკოსის ლექსი Прощай, не метай Россия, страна рабов, страна господ. ხო და ასია, მონები ემსახურებიან მაღლამდგომებს. ასე ვთქვათ. და რატომ გადაწყვიტეს ამ მაღლამდგომება, რომ ინტერნეტი გათიშონ აი ამ პეტერბურგელი და მოსკოველი ელიტისტვის მათ შორის. ჩემი დაკვირვება ასეთი არის, პუტინმა ნახა, რომ როგორ შეძლეს ხამენეის ლიკვიდაცია. თუ კი ჯერ არ იცით, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ მოსადმა, ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა შეაღწია, მათმა ჰაკერებმა შეაღწიეს ირანის სათვალთვალო კამერებში, ანუ იმ კამერებში, რომელიც ქალაქების მასშტაბით არის განლაგებული, ხო? მათ შორის თბილისშიც არის ზოგი ავტოსაგზაო შემთხვევებს აფიქსირებს, ზოგი პოლიციის არის, ზოგი მერიის არის, სხვადასხვა ობიექტების აი ეს სათვალთვალო კამერები, რომელიც ქალაქების მასშტაბით არის განთავსებული, იქ შეაღწიეს ისრაელებმა ჰაკერებმა, ადევნებდნენ თვალყურს ხამენეის გადაადგილებას და შემდეგ მოხდა ისაც მოხდა. ამის როგორც ჩანს ძალიან შეეშიდა პუტინს და გადაწყვიტა, რომ ნელ-ნელა ეს სივრცეც შეზღუდოს და აი აპლიკაციებით დაწყებული ინტერნეტის მოგუდვა ახლა ნელ-ნელა გადადის ზოგადად ინტერნეტის მოგუდვაზე და დარწმუნებული ვარ, თუ კი ფრონტზე და ზოგადად აი ამ რუსეთ-უკრაინის ომში გაგრძელდება ეს ტენდენცია, სადაც უკრაინელების უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთება, სულ უფრო გახშირდება ინტერნეტის გათიშვა და ბოლოს რუსეთი გადავა შიდა ქსელზე რამეზე, ჩვენ ვიცით, რომ იგივე ჩრდილოეთ კორეაში არსებობს ასეთი შიდა ქსელები, ხო? შესაბამისად, აი ეს შესაძლოა ეს მომავალი დაუდგეს რუსეთს. გარდა ამისა, რადგან ირანზე ვსაუბრობთ, აქვე მოკლედ ასე ვთქვათ, შევადაროთ, ასე ვთქვათ, რუსეთ-უკრაინის ომი და ამერიკა-ისრაელის თავდასხმა ირანზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი არის იმ პრეზიდენტებს შორის, რომელიც სულ ყესაფუძველს იძლევა იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი და ამერიკა ერთნაირი არის, ტრამპი თავისი ქმედებებით აშკარად აი ამისთვის სულ ყესაფუძველს იძლევა, თუმცა არის ერთი არსებითი განსხვავება, თუ რატომ არ გავს რუსეთ-უკრაინის ომი ამერიკა-ისრაელის ომს და რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი არის აგრესორი, ხოლო ამერიკა და ისრაელი არ არის აგრესორი. დიახ, ეს ასე არის და ახლავე ვეცდები აგიხსნათ, თუ რატომ არის ასე. უკრაინა არასდროს დასხმია თავს რუსეთს. და პირიქით, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. მთელი ეს იდეოლოგია, რომ ნატოს გაფართოების გამო პრევენციული დარტყმა გააკეთა
რუსეთმა აბსურდია ჯერ ერთი იმიტომ რომ თუ კი ეს იყო პრევენცია, წარუმატებელი პრევენცია იყო, იმიტომ რომ უკრაინის ომის მერე ათასობით კილომეტრი ნატო მივიდა რუსეთის საზღვარზე. მაგრამ ახლა რა განსხვავება არის ამერიკა, ისრაელ, ირანს შორის? ისრაელი და ამერიკა არასდროს დასხმია თავს პირველი ირანს. პირიქით ეს ირანი იყო, რომელიც ისრაელს დაესხა თავს 2024 წელს, თუ არ გახსოვთ გაგახსენეთ, 2023 ნოემბრის მოვლენების შემდეგ. ირანი იყო, ვინც პირველი დაესხა თავს და ამერიკა, როგორც ისრაელის მოკავშირე, ვალდებული იყო ამ ამბავში ჩართულიყო. შესაბამისად, ის რასაც ახლა ჩვენ უყურებთ ირანში, არის პასუხი, ხოლო ის რასაც უყურებთ უკრაინაში, არის თავდასხმა. თავდაცვა უკრაინის მხრიდან, თავდასხმა რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ აი ამ ერთნაირობაზე, აუცილებელია მსგავსი დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ყველაფერს გავს და ომია, რა თქმა უნდა, ომი ტრაგედიების გარეშე არ არის, იგივე კიდევ ერთხელ ვახსენოთ. სამოქალაქო მსხვერპლი 165 ადამიანი, რომელიც გოგონათა ლიცეუმზე სარაკეტო იერიშს მოყვა. თუმცა აი არსებით განსხვავებებზე უკვე გითხარით. რადგან ირანზე ვსაუბრობთ, აქვე შევეხები ერთ თემას, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსებმა დაიწყეს პირიქით შაჰედების მიწოდება ირანისთვის, თქვენ იცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ ირანელები აწვდნენ ამ შაჰედებს, მერე ტექნოლოგიები მიცეს და რუსეთში დაიწყო წარმოება და ეხლა თითქოს რუსეთი უკან უბრუნებს და აძლევს აი ამ შაჰედებს. მე ამ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, ცოტა სკეპტიკურად და ეჭვსთვალით უყურებ. არ მგონია, რომ ეს ასე იყოს, გარდა ლოგისტიკური კვანძების თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ამბავი, არის კიდევ ერთი დეტალი. თუ კი რუსეთი თავისი რეზერვებიდან და თავისი შეიარაღებიდან აძლევს ირანს აი ამ უპილოტო საფრენ აპარატებს, დრონებს, ეს რამენერად უნდა ისახოს უკრაინაზეც, ხო? თუმცა ეს არ ასახულა პირიქით უკრაინის დაბომბვას იგივე მასშტაბით და ახლობით მინიმუმ დრონების თვალსაზრისით აგრძელებს რუსეთი. შესაბამისად, აქ არ შეგვინიშნავს, რომ რაღაცა კლება იყო დრონებით თავდასხმის რუსეთის უკრაინის მხრიდან. შესაბამისად, გამომაქვს დასკვნები, რომ არაფერს არ აძლევენ. შესაძლოა გაჩნდეს ვარიანტი, რომ ესეთი ინტერპრეტაცია, რომ რუსებს დატოვებული აქვს რაღაცა მარაგები გააჩნიათ და იმ მარაგებიდან აძლევენ ამ შაჰედებს ირანელებს. თუმცა, აქ ერთი დეტალი შემოდის. მინიმუმ ბოლო 3 თვის განმავლობაში თითქმის ყველა შაჰედი, რომელიც უკრაინელები აგდებენ და იცით, რომ ძალიან წარმატებით 85%-იანი ეფექტურობით აგდებენ შაჰედებს უკრაინელები, აი ამ დრონების ნარჩენებზე ჩვენ ვხედავთ გამოშვების თარიღებს და ეს გამოშვების თარიღები არის იმავე თვის წარმოება, რა თვეშიც გაშვებული არის შაჰედები. შესაბამისად ის რომ რაღაცა მარაგები გქონდეთ, არაფერი მიუთითებს ამაზე. ამიტომ მგონია რომ არანაირი, ასე ვთქვათ, მარაგები არ გააჩნია ამ მიმართულებით რუსეთს და შესაბამისად გონია რომ ირანი რუსულ შაჰედებს არიღებს. ირანს აქვს თავისი საკმარისი წარმოება და თუ კი მათი გასროლები, ირანის გასროლები ამ შემთხვევაში ყურის ქვეყნების მიმართ შემცირებულია, ეს შემცირებული იქიდან გამომდინარე რომ გამშვებიდან ადგარები გაანადგურეს, კი საწყობების ნაწილის, თუმცა ძირითადად პრობლემები არის აი ამ რაკეტების და დრონების გაშვება და არა ის რომ მათ მარაგები არ გააჩნიათ. ასევე როგორც გითხარით, უკრაინელებმა, რადგან საჰაერო თავდასხმებზე საუბრობდით, უკრაინელებმა საკმაოდ გაახშირეს გარკვეული პაუზის შემდეგ დრონებით და სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით რუსეთზე იერიშების მიტანა და საკმაოდ ეფექტურიც გახდა ეს ყველაფერი და ამაზე მიუთითებს იგივე ინფორმაცია თვითონ რუსული წყაროებიდან გამომდინარე, რომ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1500 კილომეტრ რადიუსში თითქმის ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ძირითადად ხდება ხოლმე სამიზნეები უკრაინული თავდასხმების და ასევე სამხედრო საწარმოებს დაუყენეს პანცერის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ასევე ვთქვათ გადახურეს სხვადასხვა საშუალებებით ინფრასტრუქტურული საუბარი არის ხოცა ბადეებზე, რკინის ბადეებზე, ალბათ კადრები გინახავთ ძალიან ხშირი იმისთვის რომ აი ეს დარტყმის სიძლიერე შეაფერხონ და შედარებით მაღლა მოხდეს დეტონაცია დრონების ვიდრე უშუალოდ ქარხნებზე. შესაბამისად ეს რადიუსი, ასე ვთქვათ,
უკრაინის საზღვრიდან გაიზარდა 1500 კილომეტრზე, როგორც რუსული წყაროები უწყებიან. ნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება ეს ყველაფერი, თუმცა მანამდე დავუბრუნდეთ იმ იერიშებს, რომელიც ბოლო პერიოდში გადახორციელეს უკრაინელებმა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო ბრიანსკზე, მოგეხსენებათ და გავრცელდა სატელიტური ფოტოები, სადაც ძალიან კარგად ჩანს რა ტიპის და რამდენად სერიოზული დაზიანებები არის ამ ქარხანაზე. როგორც თვითონ რუსები ავრცელებენ ინფორმაციას, მინიმუმ 6 თვით ეს საწარმო ფუნქციონირებას შეწყვეტს და ჩვენ ვიცით, რომ ამ საწარმოდან ხდებოდა მიკროჩიპების და მიკროელემენტების წარმოება სხვადასხვა ტიპის რაკეტებისთვის და შესაბამისად 6 თვე რომ პაუზა იქნება ძალიან კარგია. ვიზუალურად როგორც ხედავთ, ძალიან მაგრა არის დაზიანებული, მაგრამ შიგნით რა ხდება ამაზე დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ეს 6 თვიანი პაუზა, მინიმუმ 6 თვით გამოსული არის მოკლედ ეს ქარხანა წყობიდან. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდა იმისა, რომ ისკანდერ M-ებისთვის იწარმოებოდა ნაწილები, ასევე პროდუქტი 30 იზდელია ტრიცით, რაღაც აი ესეც ვაწარმოებდით ამ ქარხანაში, ასევე რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რა არის ეს იზდელია ტრიცით, წარმოდგენა არ მაქვს, ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია რუსების მხრიდანაც გავრცელებული ამაზე, თუმცა ფაქტია, რომ რაღაცა ახალ რაკეტაზე, სავარაუდოდ ბალისტიკურზე მუშაობდნენ, რაც ინფორმაციები იძებნება და აი ამ ეს მიმართულებაც შეჩერდება აი მინიმუმ 6 თვე. გარდა ამისა, კიდევ ერთ საკითხზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, აი ამ კადრში თქვენ ხედავთ GPS no signal, რაც თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ჩამხშობები, რუსული ჩამხშობები ამ პერიოდში მუშაობდა და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად ამისა, რომ რუსული ჩამხშობები მუშაობდა, ის რაკეტები, რითაც დაიბომბა ბრიანსკის ეს ქარხანა, ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო ნეპტუნი და Storm Shadow ეფექტურად შეძლეს აი ამ ჩამხშობების გვერდის ავლა. გარდა ამისა, ეს უკვე არის სატელიტური ფოტოები დონეცკიდან, იგივე პერიოდში თქვენ იცით, რომ დონეცკის აეროპორტისზეც მიიტანეს იერიში. ასე ვთქვათ, უკრაინელებმა და ხედავთ, რამდენად დაზიანებული არის ეს აეროპორტი. ერთის მხრივ აეროპორტის ტერიტორია, რომელსაც გამოიყენებდნენ შაჰედების, ასე ვთქვათ, საწყობად, თქვენ ხედავთ თვითონ როგორც საწყობის ტერიტორიის დაზიანებას, ასევე შახტების, რომლიდანაც ხდება ხოლმე დრონების გაშვება, ასე რომ საკმაოდ დიდი ზიანი მიიტანეს ამ მიმართულებითაც. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთი სატელიტური ფოტოები არა და უკაცრავად ვიდეო შემოგთავაზოთ, რომლის მიხედვითაც ანექსირებულ ყირიმში ისკანდერ M-ების და სხვა ტიპის რადიოლოკაციური სადგურების განადგურება შეძლეს უკრაინელებმა. თავდაპირველად გავრცელებული აი ამ კადრებიდან გამომდინარე, მათი დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, რუსები ამბობდნენ, რომ რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არავინ არ იცის რა განადგურეს, იყო თუ არა ეს ისკანდერ M-ების გაშვება და ასე შემდეგ, თუმცა შემდეგ ასევე რუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აიღეს მონაცემები, საიდანაც ხდებოდა ისკანდერების გაშვება უკრაინის მიმართულებით და ემთხვევა იმ ლოკაციებს, რა ლოკაციებზეც იყო უკრაინული მიფრენები, შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ნამდვილად ყირიმშიც გაანადგურეს ისკანდერის გამშვებები უკრაინელებმა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ინფორმაცია, უკვე ხედავთ მატარებლებზე იერიშებს და მატარებლებზე იერიშები მიიტანეს როგორც რუსებმა, ასევე უკრაინელებმა, თუმცა აქაც გვაქვს ისევ ერთი სხვაობა და ეს ერთი ძალიან დიდი სხვაობაა. კადრები, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის ლუჰანსკში გადაღებული, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ უკრაინელების მიერ დაზიანებული მატარებელი და ეს არის, ასე ვთქვათ, მატარებელი, რომელსაც გადაქონდა ერთ შემთხვევაში ნავთობი, მეორე შემთხვევაში მარცვლეული, უკრაინაში მოპარული მარცვლეული და ნავთობი იმისთვის, რომ მოამარაგოს რუსული საოკუპაციო ძალები და ორივე შემთხვევაში თქვენ კადრებში აშკარად ჩანს, რომ მოხვედრა არის არა შემადგენლობაზე, არამედ უშუალოდ ელმავალზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
და განსხვავდება რუსული იერიშებისგან. ეს უკვე არის რუსული იერიშების კადრები ხარკივში და სუმში, სადაც თქვენ ხედავთ, რომ სამგზავრო მატარებელს არის დაცემული რაკეტები, უშუალოდ ვაგონები არის დაზიანებული, ასევე ელმავალიც არის დაზიანებული და ეს არსებითი სხვაობა არის, თუ კი ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურაზე ხდება უკრაინული თავდასხმა, ეს არის მიზანმიმართული იმისთვის, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა დაზიანდეს, ხოლო როდესაც რუსული თავდასხმა არის უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე, აქ უკვე ჩვენ ხედავთ, რომ სამოქალაქო მსხვერპლი მოყვება ხოლმე აი ამ თავდასხმას. შესაბამისად, აი ეს არსებითი სხვაობა არის რუსულ და უკრაინულ თავდასხმებს შორის და კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ, აი ეს არის კადრი, სადაც ეგრეთ წოდებული ჟდუნი დრონი, ანუ მოლოდინის რეჟიმში ყოფი დრონი, რომელიც ელოდება, რომ რაღაცა გაივლის და მერე აფრინდება და დაეჯახება, თითქოს რაღაცა ლაზერული დრონი აქვს უკრაინელებს, რომელმაც გადაუფრინა ამ დრონს, აი ეს ოპტიკური კაბელი გაუწყვიტა, იმიტომ რომ გაქრა სიგნალი, ხო? და ასე ვთქვათ, აი ეს კადრების გავრცელების შემდეგ იყო ძალიან დიდი აჟიოტაჟი, რომ აი უკრაინელებს რაღაცა ახალი შეერაღება აქვთ, ლაზერი, რომელიც წვავს ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებს, ну ეს აბსურდი არის და ზღაპარი არის, არაფერი მსგავსი აქ არ მომხდარა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ძალიან ბევრ სტატიას გავეცანი ამასთან დაკავშირებით, მათ შორის დასავლურ ანალიტიკასაც, უკრაინულსაც მათ შორის. ეს არის უბრალოდ დრონი, რომელსაც აქვს პროჟექტორი, რომელიც ანათებს და აღმოაჩენს აი ამ თუნდაც მომლოდინე დრონებს, რომ შემდეგ მოხდეს უკვე რეაგირება ამაზე რა ქვია, მომლოდინე ჟდუნ დრონებზე. მაშინ შეიძლება კითხვა, აბა რატო გაწყდა სიგნალი, ხო? აქ ჩვენ თუ დავაკვირდებით ტექნიკურ მახასიათებელს აი ამ მომლოდინე დრონის, რომელიც ეკრანზე არის გამოტანილი და ხედავთ, ნელ-ნელა იზრდება ძაბვაც, იზრდება ძრავის სიმძლავრეებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომლოდინე დრონმა, როგორც ჩანს, დაინახა და სამიზნედ აღიქვა ეს უკრაინული დრონი, დაიწყო მუშაობა და უბრალოდ თვითონ გაწყვიტა თავისი ოპტიკური დრონი რაღაცას გამოვედო დიდი ალბათობით და ეს იყო და არა ის, რომ რაღაცა უკრაინელებს თითქოს აქვთ რაღაცა სუპერ ახალი და სუპერ ძლიერი დრონი, რომელსაც აქვს ლაზერი, რომელიც წყვეტს ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია უკვე ნელ-ნელა გადავიდეთ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე და იმ ასე ვთქვათ, დაიწონაზე, რომელიც ფრონტზე ნარჩუნდება. აქ რა თქმა უნდა იგულისხმება ის, რომ თუ კი ერთის მხრივ რუსები აგრძელებენ საოკუპაციო ზეწოლას, მეორეს მხრივ უკრაინელები დეოკუპაციას ინარჩუნებენ. ტრადიციულად სამ რუკაზე სლივაჩნი კაპრიზი Deep State და ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, აი ამ სამ რუკაზე შევხედოთ თვითარებას ფრონტზე, თუმცა მანამდე ასევე ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ თუ კი ამდენი ხანი უყურებთ ვიდეოს და ჯერ არ დაგილაიქებიათ, ძალიან გთხოვთ ახლა დაალაიქოთ ვიდეოები და წერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. ასევე თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელში. როგორც გითხარით, სამ რუკაზე მოხდება ყველაფრის შედარება და ერთ-ერთი იქნება სლივაჩნი კაპრიზი. სლივაჩნი კაპრიზი თქვენ იცით, რომ არის ასე ვთქვათ, რუსული პროპაგანდისტული ბლოგერების არხი დაახლოებით ისეთი თავისი ინფრასტრუქტურით, როგორც არის Deep State. თუმცა თუ კი Deep State ასე ვთქვათ, აგვიანებს ხოლმე გარკვეულ ინფორმაციებს, როგორც რუსული, ასევე უკრაინული შეტევების შესახებ, სლივაჩნი კაპრიზი პირიქით ძალიან თამამი არის და ყველა ახალ ფლაგშტიკს, ასე ვთქვათ, დროშის აღმართვას მონიშნავს ხოლმე, როგორც რუსების წინსვლას. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ Deep State-მაც ბოლო დაახლოებით 6-8 თვეში კიდევ უფრო შეანელა თავისი მოქმედება და უფრო გადაიხარა უკრაინული გენშტაბის ინფორმაციებისკენ, თუმცა გვაქვს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, ამერიკული ანალიტიკური ვებგვერდი, რომელიც ყველაზე, ასე ვთქვათ, ადეკვატური არის ამ პირობებში, თუმცა რატო გავაკეთე ეს შესავალი, თავში როგორც თქვი, რუსები იწყებენ
წარუმატებლობების აღიარებას, მათ შორის დუგინის განცხადება გაგაცნეთ და აი ეს ლიოსტინ კაპრიზი, რომელიც აი ესეთი რუსული პროპაგანდისტული არის, აქვეყნებს სტატისტიკებს ასევე და თქვენ ხედავთ ახლა ინფოგრაფიკას, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები მინუსშია გასული 12 შკალით. აი, კარგად რომ დავაკვირდეთ, რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს, რომ მე რომ გაცნობდით წინა დღეებში, წინა ეპიზოდებში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2023 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც უკრაინელებმა უფრო მეტის დეოკუპაცია შეძლეს, ვიდრე რუსებმა ოკუპაცია, ამის აღიარება რუსებმაც დაიწყეს და რუსებსაც მოუწიათ ამის აღიარება, იმდენად თვალსაჩინო იყო, ასე რომ, როდესაც რუსეთუმეები და მე რუსეთები შემომივარდებით ხოლმე კომენტარებში და რაღაცა აბსურდებს არახუნებთ რუსული პროპაგანდის გავლენით, დაელოდეთ თვითონ რუსული პროპაგანდასაც უწევს ხოლმე აღიარება, რომ დიახ, ამ ომში რუსები ამ ეტაპზე ვერ იმარჯვებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წინსვლა აქვთ, ხდება ინფრასტრუქტურების დაბომბვა, გარკვეული წარმატებები აქვს რუსებს, ომში ჯერ რუსები ვერ იმარჯვებენ და კიდევ ერთხელ აი ეს ინფოგრაფიკა ამის დამადასტურებელი, რომ 2023 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა, რომ უკრაინელებს უფრო მეტი წინსვლა აქვთ ვიდრე დანაკარგებით. ახლა გადავიდეთ ისევ რუკებზე და პირველი არის სუმის ოლქი. სუმის ოლქში აგრძელებენ რუსები ეგრეთ წოდებულ პატარა სოფლების დაკავებებს. ოღონდ ამჯერად იმდენად პატარა იყო, რომ რუკაზე არც კი არის აღნიშნული, დაახლოებით აი ამ წერტილში იყო. გვაქვს აი ამ წერტილში. ხედავთ არის კიდე ამ წერტილში. ხედავთ დიდ დასაყრდენს უკვე აქ და შედარებით ასე ვთქვათ რუკაზე რო შეიძლება აღინიშნოს აი აქ და აი აქ. რას შეიძლება ეს ყველაფერი გულისხმობდეს? ეს ყველაფერი ჩემი აზრით რჩები იმ აზრზე, რომ ნიშნავს აი ამ ყბადაღებული ბუფერული ზონის შექმნის იდეის მომსახურებას, რომელზეც განკარგულება რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ შარშან ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში გასცა, ზუსტად აღარ მახსოვს, რომ შეიქმნას მთელი ჩრდილოეთ საზღვარზე ბუფერული ზონა 30 კილომეტრიანი უკრაინის სიღრმეში, შიგნით იმისთვის, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე ეს რუსული რეგიონები დაცული იყოს. თუმცა აი ამ რუკაზე დაკვირვებით კიდევ ერთხელ წინა ეპიზოდშიც გაჩვენეთ, თუმცა ეხლა კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, სად შეიძლება აი 30 კილომეტრი წარმოიდგინეთ, აი ესე უნდა გამოყვეს აი ამ საზღვარს მთლიანად და აი ამ ტიპის ბუფერული ზონის შექმნაზე არის საუბარი და თქვენ ხედავთ თუ კი ასე გააგრძელეს როგორც ეხლა მედი საქმე, როდის შეიძლება ეს რეალურად მიაღწიო რუსებმა, ჯერჯერობით აქამდე ძალიან შორს არის, თუმცა როგორც ჩანს, აგრძელებენ რუსები აი ამ სტრატეგიასო, სადაც შეუძლიათ აი ამ პატარ-პატარა მიწების სოფლების გამოგლეჯა, რომ მე როგორღაც შეაერთონ ეს ყველაფერი და აი ეს ბუფერული ზონის შექმნა შესაძლებელი გახადონ, თუმცა რეალობა ის არის, რომ ამ ყველაფერზე ძალიან შორს არის. ასევე გაჩნდა სოციალურ ქსელებში საკმაოდ განხილვა ამ საკითხის, რა შეიძლება უკრაინელებმა გააკეთონ და ამოსავალი წერტილი არის იქიდან, რომ უკრაინელებს პირადი შემადგენლობის დეფიციტი აქვს და ეს დეფიციტი ნარჩუნდება არსად არ წასულა სამწუხაროდ ისევ არის უკრაინის შერაღებულ ძალებში პირადი შემადგენლობის დეფიციტი და გაჩნდა ასეთი იდეა, ჩემი აზრით ცოტა გულუბრყვილო, რომ აი ამ სასაზღვრო ზონაში 10 კილომეტრიანი ხაფანგი გააკეთონ 10 კილომეტრის სიღრმის ხაფანგი გააკეთონ უკრაინელებმა, რომ აი თქვათ სასაზღვრო ზონაში 10 კილომეტრის სიღრმეში მთლიანად მოხდეს ევაკუაცია, მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა, ძლიერად დაინაღმოს ეს ტერიტორიები, ყველა შესაძლო ინფრასტრუქტურული კვანძი საცეცხლე სამიზნეებში აიყვანონ და აი ეს ბუფერული შექმნის იდეა გახადონ ერთგვარ ხორცსაკებ ხაფანგად რუსებისთვის, რომ შემოიტყუონ და შემდეგ აი ამ 10 კილომეტრში ასე ვთქვათ, გაწყვიტონ, უხეშად რო ვთქვათ. თუმცა ეს ცოტა უტოპიური და არც თუ ისე სერიოზული იდეა მგონია მე პირადად, იმიტომ რომ რაც არ უჭირთ რუსებს ეს ცოცხალი ძალა არის და ასევე ჩვენ ხედავთ, რომ თუ კი რუსის ჩექმა დაიდგა მიწაზე, შემდეგ ამისი დეოკუპაცია საკმაოდ რთული საქმე ხდება, შესაბამისად, რამდენად
შეიძლება რომ აი ამ მიმართულებით განვითარდეს მოვლენები, არ ვიცი, მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ ამას რომ ეს უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა გენშტაბმა განახორციელოს, თუმცა გაჩნდა ინტერნეტში იდეა და გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრება. ახლა ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე შედარებით სამხრეთ აღმოსავლეთით და სლავიანსკი კრამატორსკზე დავიწყოთ საუბარი. სლავიანსკი კრამატორსკის მიმართულებით აი ეს მოცემულობა გვაქვს, აქ სწორედ ის მონაკვეთია, სადაც ფიქსირდება რუსების წინსვლა, თქვენ ხედავთ აი ამ რამდენიმე ასე ვთქვათ, გარღვევის მსგავს, რომელიც არის სწორედ სლავიანსკი კრამატორსკის მიმართულებით. მე წინა ეპიზოდებში გიყვებოდით აი ამ წინსვლის შემდეგ რა საფრთხე იქნებოდა. წინსვლა ესე გამოიყურება, როგორც ხედავთ, და საფრთხე იქნებოდა, რომ კრამატორსკშიც და სლავიანსკშიც უკვე საარტილერიო ცეცხლის ქვეშ შეიძლება მოქცეულიყო და მათ შორის კრამატორსკში უკვე დაფიქსირდა პირველი საარტილერიო დარტყმები. აი ესეთი ვითარებას გვაჩვენებს Deep State, რაც შეეხება სლივოჩნიკ-აპრის, აქ კიდევ უფრო დიდ წინსვლას აჩვენებს განსაკუთრებით კრამატორსკის მიმართულებაზე რუსული საიტი და უკეთეს მოცემულობას რუსული შეერაღებული ძალებისთვის, რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აქაც საკმაოდ ასე ვთქვათ, წინსვლა შეინიშნება რუსული ძალების, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე დრუშკოვკას მიმართულებაზე. ასე ვთქვათ, ახლა აქ რა ვითარებაც არის, იცით რომ ორ ნაწილად არის, ასე ვთქვათ, გაყოფილი ეს მიმართულება, დრუშკოვკა, კონსტანტინოვკა და კრამატორსკი, სლავიანსკი, ხო? საქმე იმაში არის, რომ რუსების წინსვლა არ არის პოზიციური, არის, ასე ვთქვათ, ეპიზოდური და რაც შეეხება კონკრეტულად კონსტანტინოვკას, სადაც ყველაზე დიდი ხნის წინ დაიწყო იერიშები, Deep State გვაჩვენებს აი ასეთ მოცემულობას, თუმცა აქ როგორც ჩანს რეალობა უფრო მძიმე არის უკრაინელებისთვის, მათ შორის თუ კი ვთქვათ, სლივოჩნიკ-აპრიზი შედარებით უფრო რთულ სიტუაციას ხატავს ვიდრე Deep State, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციას ხატავს უშუალოდ ომის შემსწავლელ ინსტიტუტი და ხედავთ კონსტანტინოვკას მიმართულებაზე რამდენად სიღრმეში არიან შესულები რუსები. თუმცა საბოლოო ჯამში აქ რაც არის მოსალოდნელი რომ განვითარდეს არის შემდეგი, ასე ვთქვათ, ახლა რუსეთის იერიშებს აქვთ რა ტიპის საფრთხე, ხო? რადგან არის აი ესეთი სოლისებური წინწაწევები და აი აქ ხედავთ, აქ ყოველთვის ჩდება საფრთხე, რომ ფლანგებიდან დაარტყან უკრაინელებმა. ამიტომ რაც მოსალოდნელია, სანამ იგივე კონსტანტინოვკაზე, დრუშკოვკაზე, კრამატორსკზე, სლავიანსკზე იქნება კიდევ უფრო წინსვლა, ახლა რუსები ეცდებიან, რომ დაახლოებით აი ასე დაასტაბილურონ ფრონტის ხაზი, აი აქ მთლიანად გაასწორონ ეს ხაზი და ამ შემთხვევაში უკვე კიდევ უფრო მიუახლოვდებიან მთელი ფრონტით, აი ამ უკრაინული თავდაცვის ზღუდეს და შემდეგ გააგრძელონ წინსვლა. ვნახოთ ეს იქნება, ასე ვთქვათ, გაგრძელდება აი ეს სოლისებური წინსვლები სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორც თქვი, აი აქ ეცდებიან ფრონტის გასწორებას და შემდეგ უკვე დაწოლას. შემდეგი მონაკვეთი, რომელზეც მინდა საუბარი, ეს არის პოკროვსკი მირნოჰრადის მიმდებარე და უკვე როგორც მოდის სხვადასხვა ცნობები, ხრიშნე სრულად აიღეს რუსებმა, აი ხრიშნე აქ არის, ასევე უდაჩნეზე აქვთ საკმაოდ კარგი წინსვლა, თუმცა Deep State აჩვენებს, რომ ბოლომდე არც უდაჩნე და არც ხრიშნე არ აქვთ აღებული. ამ დასახლებების აღების მიზანი არის აი ამ ლოჯისტიკური კვანძის გადაჭრა, რომელიც ამარაგებს უკრაინულ ძალებს აქ მიმდებარეს. ხრიშნესთან მიმართებაში კიდევ უფრო რთულად აჩვენებს ვითარებას სლივოჩნიკ-აპრიზი და აღნიშნავს, რომ ხრიშნე მთლიანად არის აღებული. რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აქაც ომის შემსწავლელ ინსტიტუტი იმაზე მძიმე სურათს ხატავს უკრაინელებისთვის, ვიდრე თუნდაც სლივოჩნიკ-აპრიზი და მიუთითებს, რომ აი კარგად ხედავთ კონტურებს, აი ეს სოფელი ხრიშნე მთლიანად არის
ასე ვთქვათ, ოკუპირებული რუსების მიერ ამ შემთხვევაში. და ბოლოს უკვე გადავდივართ უფრო სამხრეთით, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, სადაც არის და მიმდინარეობს უკრაინელების განსაკუთრებული კონტრშეტევა და ჩვენ ვხედავთ მოგვდის კადრები, როგორ ხდება დეოკუპაცია ამ ტერიტორიის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Deep State-ს ეს ჯერ გალურჯებული არ აქვს, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ უკრაინელებმა სრული კონტროლი დაამყარეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ნოვა ანდრეიკა ეგეთი დასახლება არის და მოდის კადრები, რომ უკვე უკრაინელები ამ მიმართულებით შევიდნენ. ეს კი თავის თავში გულისხმობს იმას, რომ შემდეგ შესაძლოა გაგრძელდეს სრულიად პოლოზე ჩრდილოეთიდან შემოვლა. აი ამ კონჩეტევის დაწყების დროს ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელებმა დაასახელეს მიზნად დნეპროპეტროვსკის სრულად დნეპროპეტროვსკის დეოკუპაცია სრულად მოხდეს და შემდეგ უკვე ხულიაპოლის შემოვარონ, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ხულიაპოლისთან რუსების, ასე ვთქვათ, შეტევა გრძელდება და უკვე ზალეზნიჩეზეც არიან შესულები ამ ქალაქშიც, მიუხედავად იმისა, რომ Deep State-ი ამას საბრძოლო მოქმედებების არეალად აღიარებს, სხვა და განსხვავებული მოცემულობა არის იგივე სლივოჩნი კაპრიზის ან ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკებზე, ეს არის სლივოჩნი კაპრიზი. თქვენ ხედავთ, რომ აქაც აბსოლუტურად განსხვავებულ მოცემულობას ხატავს სლივოჩნი კაპრიზი, გარდა იმისა, რომ ხულიაპოლები სრულად ოკუპირებული აქვს, ზალეზნიჩეზეც შესრულები არიან და ასევე არაფრით არ აღიარებენ ტერნოვატეს დაკარგვას და ასევე დეოკუპაციას აი ამ დნეპროპეტროვსკის მიმართულებით, თუმცა აქ როგორც გითხარით, ყველაზე ადეკვატურ საიტად ზოგადად აი ამ თელს საიტებს შორის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის საიტი ირჩება და თქვენ ხედავთ რამხელა წინსვლას აჩვენებს ეს საიტი უკრაინელების დნეპროპეტროვსკის ოლქში ეს გალურჯებული ნაწილი მთლიანად არის ბოლო 3 თვის განმავლობაში დეოკუპირებული, ასევე ახედავთ ხულიაპოლის მიმართულებაზე ამ პატარა ლურჯ მონიშნოს, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებაზეც უკრაინელები აქტიურობენ, რაც შეეხება ზალეზნიჩეს, ეს აქ არის და ჯერჯერობით ამ ქალაქზე აი აქ გულისხმება კი წინსვლა აქვს, თუმცა სრულად ოკუპირებულს არ ნიშნავს, აი ეს მონიშნა ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიმართულებით. შესაბამისად, როგორც გითხარით, აი ეს აიწონა დაიწონა, გრძელდება, ჩვენ ხედავთ წინსვლას ერთის მხრივ რუსების, მეორეს მხრივ უკრაინელების, ანუ ფრონტზე ვითარება ეს სტატუს-კვო გრძელდება. იმედია შენარჩუნდება ის ტენდენცია, რომელიც წინა თვეებში იყო, რომლის აღიარებაც სლივოჩნი კაპრიზსაც მოუწია, რომ უკრაინელები უფრო მეტის დეოკუპაციას შეძლებენ, ვიდრე რუსები ოკუპაციას. იმედია, აი ეს თავდასხმები რუსეთის სიღრმეში კიდევ უფრო გაძლიერდება და იმედია საბოლოო ჯამში 2026 გახდება გადამწყვეტი ამ ომში, თუმცა სამწუხარო და რეალისტური ის უნდა ვთქვათ, რომ ამისი ნიშნები ჯერ რეალისტური ნიშნები არ არის, აი ეს ვთქვათ სტატუს-კვო შენარჩუნებული არის და მხარეები აგრძელებენ ერთის მხრივ ომს ოკუპაციისთვის, მეორეს მხრივ ომს გადარჩენისთვის და ბოლოს კიდევ ერთი ინფორმაცია, სტარლინკების საგაგრძელდება, ასე ვთქვათ, გავრცელდა ინფოგრაფიკა, აი ხედავთ, რომ დაახლოებით 3-ჯერ არის შემცირებული სტარლინკების მიერ ინტერნეტის მოხმარება და გავრცელდა თავდაპირველად ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია თეთრისიების შექმნას და რუსული სტარლინკების გათიშვას, თუმცა მე უნდა ვთქვა, რომ ცოტა ეჭვი მეპარება იმაში, რომ აი ამ ხელა და აი ამ რაოდენობის სტარლინკები ქონდათ რუსებს, რომ აი ესეთი შემცირება გამოიწვია ინტერნეტის მოხმარების აი ამ ფაქტებმა. არ ვიცი ეს რამდენად რეალისტური არის, თუმცა აი გავრცელდა აი ესეთი ინფოგრაფიკა, ხედავთ, რომ მანამდე დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო ინტერნეტის მოხმარება სტარლინკების მეშვეობით, ხოლო მას შემდეგაც თეთრისიები შეიქმნა, უბრალოდ შემცირდა, რაც ერთის მხრივ შეიძლება ნიშნავს იმას, რომ აპარატები გაითიშა, თუმცა არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მე სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს პირდაპირ კავშირში არის რუსული სტარლინკების გათიშვასთან არ შემხვედრია, თუმცა მეორეს მხრივ, ფაქტობრივი მოცემულობა რჩება იმისა, რომ ასე ვთქვათ,
გათიშული არის, ანუ შემცირებული არის ინტერნეტის მოხმარება. Starlink-ებზე კიდევ არის ესეთი ინფორმაცია, რომ აი ამ ყივიმზე განხორციელებული თავდასხმები თავდასხმების კოორდინაცია სწორედ Starlink-ებით ხდება. ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ უკრაინას გარდაჩვეულებრივი Starlink-ებისა არსებობს ასევე სპეციალური სამხედრო Starlink-ები, რომელსაც ტერიტორიული შეზღუდვები არ აქვს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი Starlink-ები ვერ იმუშავებენ ყირიმის ანექსირებულ ტერიტორიაზე და ეს კიდევ ერთხელ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ უკრაინელებს გარდაჩვეულებრივი Starlink-ისა ასევე აქვს ოფიციალურ სამხედრო დანიშნულების Starlink-ებიც. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. კიდევ ერთხელ უკვე შემდეგ ეპიზოდს ამ შემთხვევაში ირანთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ, თუ კი რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა უკრაინის ფრონტზე და აი ესე ეპიზოდ გამოშვებით ხან უკრაინას მიმოვიხილავ, ხან სტუმრების დახმარებით უკვე უშუალოდ ირანზე ვისაუბრებთ. დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ დრომდე მიყურებთ, თუმცა თუ კი ამ დრომდე მიყურებთ და ჯერ ვიდეო არ დაგილაიქებთ, უმორჩილესად გთხოვთ ახლა დაალაიქოთ ვიდეო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ალგორითმისთვის, ასევე იაქტიუროთ კომენტარებში, გააზიარეთ ვიდეოები თქვენ სოციალურ ქსელებში. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დონაციით არის დაკავებული არხი თავისუფალი ხალხისთვის, ხოლო დონაციით ფუნქციონირებს, დონაციის მსურველებს შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია, ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია. თქვენ კი, ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, რაღაც ველოდებით, მით უმეტეს თუ აქტიური მაყურებელი ხართ, დააჭერეთ subscribe ღილაკს, ჩართეთ ზარის ღილაკი, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს inbox-ებში ეს ვიდეო და გაუცელოთ ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებულია ბევრ წყაროზე და არ ეყრდნობა მხოლოდ რომელიმე მხარის სურვილს, რომ წარმოაჩინონ რეალობა. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა, დროებით ნახვამდის.